კრისტინა აგილერას შემდეგ ბლექსი არენას სცენას ვანესა მეი დაიკავებს. მე ვიოლინე შავი ზღვის პირეთში კონცერტს 6 აგვისტოს გამართავს. შოუზე დასასწრები ბილეთების ფასი მრავალფეროვანი და როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, ყველასთვის ხელმისაწვდომია. რა პროგრამი წარსდგება მსმენელის წინაშე, როგორ ემზადება მის დასახვედრად საკონცერტო სივრცე და რა წარმოდგენებს უნდა ველოდოთ ცხელი ზაფხულის განმავლობაში. ვარსკვლავური სეზონის დეტალები ნახეთ მარიამ სეთურიძის, გიორგი კიკვაძის რეპორტაჟში. ამ გრანდიოზულ შოუ პროგრამას და ელექტრონული კლასიკის დედოფალ შავი ზღვის სანაპიროს უდიდესი სცენა 6 აგვისტოს უმასპინძლებს. მე ვიოლინე ვანესა მეი საქართველოს ბლექსი არენას პირველ სეზონზე კრისტინა აგილერას კონცერტის შემდეგ ესტუმრება. მსოფლიო მუსიკის ჯილდო Brit Awards-ის ნომინაცია და 16 წლის ასაკში ჩაწერილი პირველი ალბომი, რომლის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სინგაპურელი ვარსკვლავი და ქართველი მსმენელი ერთმანეთს ერთ თვეში შეკვეთილში შეხვდება. ვანესა მეი ძალიან რთულად იღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ქვეყნებში ჩაატაროს კონცერტი. მიხარია რომ საქართველოზე ძალიან მალე, ძალიან სწრაფად მივიღეთ თანხმობა. სხვათა შორის ეჭვი ნამდვილად არ შეუტანია ქართველი მსმენელის გემოვნებაში. უბრალოდ ნამდვილად გაუკვირდათ რომ აქტიურობა ამდენად დიდია და გაუკვირდათ რომ პირველივე სეზონზე ბლექსი არენის გახსნიდან მეორე კონცერტი სწორედ ვანესა მეის მოთხოვნა ჰქონდა. 38 წლის არტისტის დასახვედრად ბლექსი არენაზე განსაკუთრებულად ემზადებიან. არენის დირექტორი განმარტავს, რომ უმაღლესი დონის ტექნიკა და სამუშაო ჯგუფი საქართველოში პირველად სპეციფიური ლაზერ შოუების შექმნის საშუალებას იძლევა. დიმიტრი ბერიძის თქმით, რიგით მეორე კონცერტი მსმენელისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება. ბილეთების ფასი იქნება 30 ლარიდან და მერყეობს დაახლოებით 200 ლარამდე. აქ არის სპეციალური შოუ, სპეციალური მოწყობილობებით, დეკორაციით. Klienat პარტერი არის დასაჯდომი 1200 კაცზე გათვლილი და ძირითად ნაწილში 6400 ადამიანი სულ დაახლოებით 8000-მდე ადამიანს დაიტევს. მუსიკალური ჩარტების მრავალგზის ლიდერთან მოლაპარაკებები 4 თვეზე მეტხანს სწორედ ამ ოთახიდან მიმდინარეობდა. როგორც გაირკვა, დიდი ბრიტანეთის ვარსკვლავს ქართველი მსმენელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა სცენის ტექნიკისა და ქართული ბაზრის გაცნობის შემდეგ მან საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ანონსიდან ერთ დღეში უკვე მხოლოდ ჩვენ Facebook-ზე იყო 500-მდე ახალი მესიჯი, 1000-მდე რაღაც ახალი პოსტი, გადაშერებების შესაბამისად, ანუ ძალიან ჩართულია და მოლოდინი ძალიან დიდი აქვს. კრისტინა აგილერასა და ვანესა მეის შემდეგ ბლექსი არენა ქართველი შემსრულებლების კონცერტს უმასპინძლებს, რის შემდეგაც 2030-ის ინფორმაციით შავი ზღვის სანაპიროს აგვისტოს ბოლოს როკ მუსიკის ვარსკვლავური ჯგუფი ესტუმრება. სეზონის სექტემბერში კი ფოლკლორული ფესტივალით დაიხურება. მუსიკალური პროგრამის ამ წლის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს აღწევს, რომელსაც სრულად ფონდი ქართულ ფარავს. ფაქტი, რომ ეს პროგრამა მთლიანად ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული, აძლევს სახელმწიფოს საშუალებას იმისა, რომ გადაიბაროს დარბაზი ყველანაირი პრობლემის გარეშე და პირველივე წლიდან მიიღოს შემოსავალი და სარგებელი. 9 წლიანი მშენებლობის შემდეგ ბლექსი არენა მაყურებელს ვარსკვლავურ სეზონს უმზადებს. სცენას საზეიმოდ პოპ ვარსკვლავი კრისტინა აგილერა გახსნის. ვანესა მეი კი არენაზე რიგით მეორე კონცერტს ჩაატარებს. ელექტრონული კლასიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთები 18 ივლისს დილის 9 საათიდან Ticket.gz-ზე გაიყიდება.